აღმოაჩინეთ, რომ ხართ ორსულად. ეს მართლაც დიდი ბედნიერებაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ სერიოზული საზრუნავის გაგიჩნდათ. თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობა. რჩეველებს რა გამოვლევს თქვენს ირგვლივ, მაგრამ მაინც გამოცდილი სპეციალისტებისა და პროფესიონალების ზრუნვა სჯობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დავით გაგუას კლინიკას მინიჭებული აქვს ბავშვისადმი კეთილგანწყობილი Baby Friendly სამშობიაროს ტიტული, რაც ახალშობილთა მოვლის საყოველთაოდ აღიარებული და პრიორიტეტული პრინციპების აუცილებელ დაცვას გულისხმობს. დავით გაგუას კლინიკა არსებობს უკვე 18 წელია. 18 წლის განმავლობაში მოიპოვა საკმაო ავტორიტეტი. ეს არის მაღალ პროფესიონალური გუნდი, რომელიც დღე-დაღამ ზრუნავს სრულიად ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ორსულის და მშობიარის ჯანმრთელობაზე, ასევე ახალშობილის. ხო, ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს ორსულების პატრონაჟი, თუ არაორსულების გამოკვლევა, მომზადება ორსულობისთვის და მკურნალობა ნებისმიერი გინეკოლოგიური დაავადების, მათ შორის ფუნქციონირებს საჩხლოსნოს ყელის პათოლოგიის დიაგნოსტიკის, პრევენციის დიაგნოსტიკის და მკურნალობის კაბინეტი. აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი ჯანმრთელი ახალშობილის და დედის კომფორტულად ყოფნისთვის. დღენაკლი და ავადმყოფი ახალშობილებისთვის თერმონეიტრალური გარემოს შესაქმნელად სხივური გამათბობლები და ინკუბატორები გამოიყენება. გამოცდილი ნეონატოლოგები ასეთ ახალშობილებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ინტენსიური თერაპიის პალატებში უტარებენ სათანადო მკურნალობას. არც ერთი ზედმეტი და არაეფექტური გამოკვლევა და წამალი, მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული რეკომენდაციები ყველა მიმართულებით. კვების, ძილის და სხეულის ჰიგიენის წესები, ფიზიკური და სექსუალური აქტივობა, მზადება მშობიარობისთვის. პაციენტს მშობიარეს აქვს სურვილი დაესწროს მის მშობიარობას მეუღლე და პრიორიტეტი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეუღლეს ენიჭება და თუ თან თვითონ მეუღლეც არ არის ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია პირველ რიგში ქალისთვის, როცა გვერდში ყავს მომავალი მამა. ფიზიოლოგიური მშობიარობისას როცა იბადება ახალშობილი, ის თავსდება დედის მკერდზე უწყვეტი სითბური ჯაჭვის პრინციპის შესაბამისად, ასე ქვია და 2 საათის განმავლობაში ის ჩახუტებულია დედიკოსთან. მაგრამ როცა კეთდება საკეისრო კვეთა, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. ამ შემთხვევაში მამა გამოთქვამს ხშირად სურვილს, დედის მაგივრად მან დაიწვინოს ახალშობილი მკერდზე და ხშირად ასეც ხდება. შეყვავს მამა, შესაბამისად მოამზადებენ და ახლა დამოყვანილ პატარას მოათავსებენ მამის მკერდზე, სადაც ის იმყოფება 2 საათის განმავლობაში ნაცვლად დედისა. ამ შემთხვევაში მამა არსრულებს დედის მოვალეობას, ფუნქციას. უწყვეტი სითბური ჯაჭვის პრინციპი ამ შემთხვევაში დაცულია. დავით გაგუას კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა. მისი ძირითადი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის, ორსულობის, ფიზიოლოგიური მშობიარობისა და შესაძლო გართულებების, ბალანსირებული კვების, ჩვილის პირველადი მეთვალყურეობისა და ახალშობილის ზრდა განვითარების შესახებ. დავით გაგუას კლინიკა შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა ბოლო წლების განმავლობაში და ეს ერთბაშად არ მომხდარა. ამას დაჭირდა დიდი შრომა, რუდუნება და ზრუნვა, გულის ხმიერება პაციენტების მიმართ. შეიძლება ითქვას, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება ამ მიმართულებით. და ყველაფერი კეთდება, თუნდაც ყოველდილის კონფერენციაზე ბატონი დავითი ყურადღებას აქცევს იმას, რომ ყოველი დეტალი, ყოველი ნიუანსი პაციენტთან ურთიერთობის, სამედიცინო დახმარების ხარისხის იყოს მაღალ დონეზე დაცული. დღეს ორსულთა პატრონაჟი მთლიანობაში ჩვენს ქვეყანაში გაცილებით მაღალ დონეზეა, შეიძლება ითქვას, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ და ასე თუ ისე მაინც მომზადებული მოდის სამშობიაროდ, თუ ჩვენი ორსულია, მაშინ უფრო მშვიდად ვართ. თავიდან ბოლომდე, ანუ ჩასახვის მომენტიდან მშობიარობამდე, თუ ორსული ჩვენს კლინიკაშია, პატრონაჟს აქ გადის, მაშინ რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად მიხედილი და მოვლილია. დავით გაგუას კლინიკას შეუძლია სოლიდური გამოცდილება, თანამედროვე სტანდარტების დიაგნოსტიკური საშუალებები და რაც მთავარია, თბილი და მაღალ პროფესიული სამეანო დახმარება შემოგთავაზოთ.